მართალია ოპოზიციას არ ირჩევენ, მაგრამ მართველ გუნდს საკუთარი თავისთვის მაინც საუკეთესო ემატება. კონსტრუქციული კრიტიკით და ქცევის ნორმალურ ჩარჩოებში, მოკლედ ხელისუფლება ოპოზიციონერ დიმიტრი გელოვანს ეძებს. დაბალანსებული ოპონენტები პრემიერმა ღარიბაშვილმა საჯაროდ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ ისურვა. მას არც იმის აღნიშვნა დავიწყნია, რომ ასეთი საქართველოს ხილვის სურვილი ევროპაშიც აქვთ. ქართული პოლიტიკის უახლესი ისტორია გვახსენებს, რომ ღარიბაშვილი ერთადერთი ხელისუფალი სულაც არ არის, რომელიც ოპონენტად უფრო კომფორტულ ოპოზიციას ისურვებდა. თუმცა ერთი არას ამბობენ პირველი პირები და მეორე რას გულისხმობენ ამ სიტყვებს მიღმა. დიანა ტრაპაიძეგი ამბობთ, როგორ შეხვდა ჭრელი ქართული ოპოზიციური სპექტრი ირაკლი ღარიბაშვილის სურვილებს. რადიკალური, მარგინალური, ექსტრემისტული, ფსევდო და ასე უსასრულოდ. ეპითეტები, რომელიც ოპოზიციის მისამართით სხვადასხვა დროს მოგვისმენია. პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი, ნამდვილად მე ლაპარაკობ მარგინალიზებულ ნაწილზე და ყველა არჩევნები ამას საჩვენებს, რომ მათანადე მხარდაჭერა არ აქვს. ჩვენ დღეს აქ რომ დგავართ, არ გელაპარაკებთ ისე, როგორც იმსახურებთ. ხელისუფლებას როგორც წესი ოპოზიცია არ უყვარს, მაგრამ უნდა რომ ის იყოს კონსტრუქციული. პრემიერმა ღარიბაშვილმა ასეთი სურვილი ევროპული ტურნეს დასასრულს გაამჟღავნა. აუცილებელი არის რომ ოპოზიცია იყოს კიდევ უფრო მეტად კონსტრუქციული გახდეს, ეს იყო ასე ვთქვათ, ერთ-ერთი განხილვის საკითხი, ვინაიდან მათი სურვილიც არის რომ ოპოზიცია ნორმალურ ასე ვთქვათ ჩარჩოებში მოექცეს. ნაციონალურ მოძრაობაში თქვეს, რომ ღარიბაშვილი ახლა ოპოზიციისგან ითხოვს იმას, რაც მისგან ევროპელმა მაღალჩინოსნებმა მოითხოვეს. უნდა შეწყდეს და არ უნდა ქონდეს ადგილი პოლიტიკურ ანგარიშტორებას ხელისუფლების მხრიდან შერჩევით სამართალს, ოპოზიციას მეტი სივრცე უნდა მიეცეს და საქმით უნდა დაკავდნენ ამ ყველაფრის ნაცვლად. პრემიერს კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა, მაგრამ რამდენად კონსტრუქციულია თავად ოპოზიციასთან. მის პოლიტიკურ გუნდს სჯერა, რომ ზედმეტად. მართველი გუნდი არის ჩემის აზრით ზომაზე მეტად კონსტრუქციული. ახალი მემარჯვენეები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამბობს კონსტრუქციულს და გულისხმობს ლოიალურს. გულისხმობს ის ზედმეტ ლოიალობას ხელისუფლების მიმართ, რომ მწვავე კრიტიკა არ ისმოდეს ოპოზიციის მხრიდან და სხვა შემთხვევაში ოპოზიცია დაკარგავს თავის ფუნქციას, თუ ეს ასე არ მოხდა. ნინო ბურჯანაძე ირწმუნება, რომ მისი პოლიტიკური გაერთიანება ისეთი, როგორიც პრემიერს სურს. მაგრამ დარწმუნებულია, რომ მთავრობისთვის ყველაზე სასურველი ოპონენტი მაინც 9-წლიანი მმართველობის ტვირთის მქონე პარტიაა. ჩვენ ვართ არა მარტო კონსტრუქციული, არამედ ზეკონსტრუქციული ოპოზიცია. ვერც ერთხელ მთავრობის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს რეალურ ოპოზიციასთან დიალოგის რეჟიმში მუშაობა, ვერ მოახერხეს გაებედათ შეხვედრა. კოალიციის და მთავრობის ლიდერთან პოლემიკაში დღეს წინაკვირის პარტნიორები და ამჟამინდელი ოპონენტებიც ჩაებნენ. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ქვეყნის და ჩვენი ხალხის ოპოზიცია, ჩვენ ვიქნებით კონკრეტულად მთავრობის საქმიანობის და მთავრობის მიმართებაში ოპოზიცია. ხელისუფლებაში ყოველთვის არსებობს ქვეყნის და საკუთარი თავის გაიგივების ცდუნება. ახლა პრემიერს წინა აქვს ამოცანა, რომლითაც ევროპიდან დაბრუნდა ოპოზიციასთან უფრო აქტიური თანამშრომლობის.